მეგობრებო, მოგესალმებით ყველას და მინდა შემოგთავაზოთ გაშლა თუ რას მოიტანს 2026 წელი თქვენ ცხოვრებაში. და ნახოთ რას მოიტანს 2026 წელი თქვენ ცხოვრებაში. რა მოიჩქარეს, რაღაც კრება დაფიქსირდა. რაღაც დაინგრა, რაღაც დაასრულდა, მაგრამ არა ყველასთან, ვისთანაც დაინგრა, ანუ აღმოაჩინეთ თქვენი თავები. ეს გაშლა იქნება თქვენზე. აქ არის მაგი ადამიანი, რომელსაც დიდი ენერგია შეწევს. დიდი ენერგია შეწევს ადამიანებთან ურთიერთობაში და არა მარტო ადამიანებთან ურთიერთობაში, მას აქვს ძალიან დიდი ენერგიები სამყაროსთან კავშირში და ის აღწევს ყველა თავის ჩანაფიქრს, ის ზეიმობს გამარჯვებას და აქ ადამიანი ამ შემთხვევაში შესაძლებელია ოცნებობდეს ფინანსებთან, ან მაღალ ძალებს შეთხოვდეს ფინანსებს და ასევე ზოგიერთების შემთხვევაში დაფიქსირდება წვლილი. აქ შემოდის ადამიანი ურთიერთობაში, ანუ აღნიშნა ორი წვლილი, მაგრამ ორი ადამიანი გადაშორებულია ორთა ასაკს. ადამიანებმა შეიძლება ერთმანეთი გაიცნონ სამსახურეობრივ სფეროში, რადგან ამ ორ ადამიანს ერთმანეთთან აკავშირებს არა მარტო სასიყვარულო სფერო, არამედ ფინანსებიც. დიდი ალბათობით აქ სამსახურეობრივ სფეროა ორი ადამიანი, რომელიც ერთად-ერთ სფეროში მოვაწეობს და ერთ საქმიანობას ეწევა, მათ ფინანსები აერთიანებს, ზუსტად ასეთი ადამიანი შემოდის თქვენ ცხოვრებაში. და კიდევ ერთხელ გიხსენებთ, რომ ეს მოხდება სამსახურეობრივ სფეროში. აქ არის ადამიანი შეყვარებული და მინდა გითხრათ ქალბატონებს, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელთანაც შესაძლებელია სასიყვარულო სფეროში ორი ადამიანი ერთდროულად შემოიჭრას. აქ ორი ადამიანი ერთმანეთის მეტოქია, ხოლო ვის აირჩევთ და ვინ დარჩება თქვენთან, ეს დიდი ალბათობით თქვენზე იქნება დამოკიდებული, რადგან ორი ადამიანი მეტოქეობას უწევს ერთმანეთს და ამ მეტოქეობის მიზეზი თქვენ ხართ. მაგრამ თქვენ ცხოვრებაში მაინც იმპერატორი დაფიქსირდა. თქვენ დიდი ალბათობით აირჩევთ იმპერატორს, რადგან სწორედ იმპერატორია მამაკაცი, რომელთან ერთადაც დაფიქსირდით და მინდა გითხრათ, როგორც ახან გითხარით სამსახურეობრივ სფეროში ხდება ეს ყველაფერი. ანუ თქვენ ცხოვრებაში, უფრო მარტივად აგიხსნით მეგობრებო, თქვენ ცხოვრებაში ერთდროულად შესაძლებელია შემოიჭრას ორი მამაკაცი, მაგრამ თქვენ რჩებით ამ ორი მამაკაციდან ერთ-ერთი იქნება სამსახურეობრივ სფეროში. ფინანსები გაერთიანებთ, ერთად მუშაობთ, ერთნაირი უღელში ხართ თითქმის და აი სწორედ ეს იმპერატორი დაფიქსირდა თქვენს გვერდით, მაგრამ სწორედ ეს იმპერატორის სტატუსი მიეკუთვნება მას, ვისთან ერთადაც მუშაობთ, ვისთან ერთადაც ხართ სამსახურში, უყვარხართ ადამიანს, ეწყობით ერთმანეთს, უგებთ ერთმანეთს. აქ არის ახალი შემოთავაზება თქვენ გაერთიანებს არა მარტო სიყვარული, არამედ ფინანსები, სამსახურეობრივი სფერო. აქ დიდი წარმატება იქნება ამ სამსახურეობრივ სფეროში. თქვენ ამ იმპერატორთან ერთად გაერთიანება, მუშაობა მოგიტანთ ძალიან დიდ ფინანსებს და ძალიან დიდ სიყვარულს. ანუ შემიძლია გითხრათ როგორც სიყვარულს, ასევე დიდ ფინანსებს, რადგან აქ ძალიან დიდი სიყვარულია და არა მარტო სიყვარული, არამედ ამ სიყვარულს ნახეთ ფინანსებიც ეხმარება, ფინანსები უწყობს ხელს. ჯერ ფინანსები და მერე სიყვარული, ასე რომ ვთქვათ. შესაძლებელია ეს სამსახურში თქვენი უმცროსიც იყოს. რადგან ის ლიდერობს. მაგრამ ადამიანს უყვარხართ, ადამიანი თქვენს გვერდით არის და ადამიანთან ურთიერთობა წაგრძელთ წინ. იქნება ახალი შემოთავაზებები, კი მეგობრებო.
ეს გაშლა მიეკუთვნება ადამიანებს, ვისაც თანასწორი ყავს სამსახურში. ან კიდევ ჯერ შესაძლებელია არ გაუხელია ამ ადამიანს თქვენთვის სიყვარული და ძალიან მალე გამოგიტყდებათ სიყვარულში. ეს არის ადამიანი, რომელთან ერთადაც მუშაობთ, რომელთან ერთადაც რაღაც ფინანსები გაკავშირებთ, რომელთან ერთადაც ხართ უღელში და თითქოს ერთნაირი უღელი გადებთ, ერთნაირ საქმეს აკეთებთ. და ზოგიერთთან ეს იქნება, როგორც ახლა აღვნიშნე, თანამშრომელი, რა საქმიანობასაც თქვენ ეწევთ და ზოგიერთთან იქნება შესაძლებელია უფროსი, სამსახურში დაფიქსირდეს თქვენი უფროსი. მაგრამ ასეა თუ ისე მნიშვნელობა არ აქვს ადამიანთან ურთიერთობაში, შემოაქვს ძალიან ბევრი ფინანსები, ძალიან დიდი განვითარება, როგორც სასიყვარულო სფეროში, ასევე მატერიალური განვითარება ძალიან დიდი, კილოცავთ. აქ არის დახმარების ხალი, აქ ეხმარებათ ადამიანი, ის გიდგათ გვერდით და ამ ადამიანთან დაცული ხართ, ამ ადამიანის გვერდით დაცული ხართ ფინანსების მხრივ, მეგობრებო, არ გაკლიათ ფინანსები. და კიდევ ახლა მეორე დასტას ავიღებ და ნახოთ მეორე ეს დაფიქსირდა ზოგიერთთან. და ახლა მეორე დასტას გავშვი და მეორე დასტა იქნება კიდევ მაგრამ არ იფიქროთ, ახლა ორივე დასტა დაფიქსირდება ყველას ცხოვრებაში. არა, ეს ერთი მოირგეთ, ვის ცხოვრებასაც მოერგო, ვის ცხოვრებასაც არ ერგება, ის წყვილად უნდა ელოდებით, გაიგეთ? აქ რაც ვილაპარაკი, ადამიანმა უკვე თავის თავი უნდა აღმოაჩინოს აქ ამაში თუ ეხება, თუ გეხებათ დაფიქსირდება, თუ არ გეხებათ და არ გაქვთ ასეთი სიტუაცია, წყვილად არ დაელოდოთ. და გადავალ მეორე დასტაზე, მეორე დასტა რას გვიჩვენებს და სხვების ცხოვრებაში შესაძლებელია დაფიქსირდეს მეორე დასტით გადმოცემული ინფორმაცია. მაგრამ ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ორი მამაკაცი დაფიქსირდა, ორი ადამიანი მეტოქეობას უწევს ერთმანეთს, სადაც საფუძველი თქვენ ხართ და თქვენ დიდი ალბათობით, რა თქმა უნდა, თქვენზეა დამოკიდებული ვის აირჩევთ, მაგრამ დიდი ალბათობით და დიდი პროცენტობით თქვენ რჩებით ადამიანთან, რომელთანაც ერთად მუშაობთ და რომელთანაც გაერთიანებთ ფინანსები და სამსახურეობრივი სფერო. აქ არის, აქაც თითქმის იმდაგვარი ენერგიები ამოვიდა, ცოტა ოდნავ განსხვავებული, ოღონდ იქ იმპერატორი დაფიქსირდა და აქ იმპერატორი აქ არის, აქ მამაკაც, ასე ვთქვათ, პეპლები ყავს თავში, მოხიბლულია თქვენით, ძალიან მოსწონხართ და არ იცის რა ქნას, რა გააკეთოს, რა მოიმოქმედოს. ადამიანს ყვავებია, ახვევია ბეჭებზე, გარეტიანებული თავით, ფიქრობს, მისი საფიქრები თქვენ ხართ და არ იცის როგორ მოვიდეს თქვენამდე, რა გააკეთოს თქვენთვის. რადგან შესაძლებელია ადამიანს ახლა ამ დროისთვის ფინანსებიც არ ქონდეს თქვენთან მოსასვლელად, ან კიდევ თვლიდეს, რომ თქვენ მასზე გაცილებით მაღალ სტატუსს მიეკუთვნებით, მაღალ სტატუსზე ხართ და არ იცის როგორ მოვიდეს თქვენამდე, რადგან აქ თანასწორობას ვერ ხედავს ადამიანი, თვლის, რომ თქვენ რაღაცით მასზე მაღალ საფეხურზე ხართ და უჭირთ თქვენ ამის მოსვლა. მაგრამ ადამიანი გადადგავს ნაბიჯს და ეს ნაბიჯი მოიტანს ურთიერთობას ორ ადამიანს შორის. ანუ ის შეეცდება მაინც გადმოდგას ნაბიჯი თქვენთან დასაახლობებლად. ადამიანმა შეიძლება ისეთი რამე მოიმოქმედოს, დაგიბლოკოთ ენერგიები, რათა თავის საკუთარი თავი უფრო მაღალ საფეხურზე წამოაყენოს სინამდვილეში, თუ არა თქვენ თვალში დასანახავად.
რათა გაჩვენოთ თავისი თავი მაღალ დონეზე. კი, ადამიანი განმოკლავს ნაბიჯს, ადამიანი შეეცდება დაასტაბილუროს ფინანსები თავის ცხოვრებაში, რათა გადმოდგას თქვენამდის მოსასვლელი ნაბიჯი. ადამიანი გაითამაშებს როლს და მეგობრებო, ადამიანი როცა თქვენამდე მოვა, თქვენ კარგად უნდა დააკვირდეთ სიტუაციას, ადამიანი შეიძლება თქვენთან წარადგინოს თავი ისე, რაც სინამდვილეში არ არის. შეიძლება თქვენ გახდეთ ტყუილის ხვერპლი, ამიტომ უნდა დააკვირდეთ სიტუაციას, ვინ არის ეს ადამიანი, როგორია, ხომ არაფერს გატყუებთ, რათა შემდეგ არ დარჩეთ დაზარალებული. იკეტებით ადამიანის თქვენ ცხოვრებაში შემოსვლის მერე იბლოკებით, ან კიდევ აქ როგორი სიტუაციაა, იცი მეგობრებო, ადამიანი იცის, რომ თქვენ მასე მაღალ საფეხურზე ხართ და ადამიანი თქვენთან ურთიერთობაში შემოსასვლელად შეეცდება თქვენი ენერგიები დაბლოკოს, თავის საკუთარი თავი წარადგინოს თქვენზე მაღალ საფეხურზე, რათა თქვენ ვერ ილიდეროთ, ასე რომ ვთქვათ, და თვითონ დარჩეს ლიდერობა. ეს არის მნიშვნელოვანი ამ ადამიანისთვის, სწორედ ასეთი ადამიანი შემოვა თქვენ ცხოვრებაში, ის შეეცდება თქვენ დაჩაგვრას, თქვენ დაჩაგვრაში არ გულისხმობ, რომ შეურაცხყოფა მოგაყენოთ, გცემოთ და ასეთ რამე არა, მეგობრებო, ის რაღაც მანერებით შეეცდება თქვენი ენერგიების დაბლოკვას, რათა წარადგინოს საკუთარი თავი თქვენზე მაღალ საფეხურზე. ალბათ ხვდებით, რასაც ვამბობ, ხო? მაგრამ თქვენ ხართ ადამიანი, მაგი ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი ენერგიების მფლობელი ადამიანი, რომელიც ძალიან დიდი ენერგიების მატარებელი და მფლობელი ადამიანი, რომელმაც იცის სად და რომელ სიტუაციას როგორ უნდა მოერგოს. თქვენ ხართ ძლიერი, თქვენ ხართ ძლიერი ადამიანი, ძლიერი ქალბატონი, მეგობრებო, და ეს მამაკაცი ვერ არის თქვენს დონეზე გაიგეთ და სწორედ ამიტომ ეს არის მიზეზი, რომ თქვენი ენერგიები დაბლოკოს ადამიანმა და წარადგინოს საკუთარი თავი მაღალ დონეზე. რათა არ დაიჩაგროს ურთიერთობაში ის, თორემ სინამდვილეში ადამიანმა განაარიცის, რომ ადამიანმა თქვენ ძლიერი ხართ და თქვენ უფრო მაღალ საფეხურზე ხართ. ეს რო იცის, სწორედ ეს ხდება მიზეზი მისი ასეთი საქციელის, მაგრამ თქვენ მაინც გამარჯვებული ხართ, თქვენ ვერ მოგერევათ, სიყვარულით ძალიან უყვარხართ, უყვარხართ ამ მამაკაცს და რო უყვარხართ ამ მამაკაცს, სწორედ ეს არის ამის მიზეზი, ამის საქციის გამოვლენის მიზეზი, მეგობრებო. ის არ დაგჩაგრავთ, უბრალოდ მანიპულაციას შეეცდება, რომ დაგანახოთ, რომ ისიც რაღაც მაღალ დონეზეა. შესაძლებელია ზოგიერთთან დაფიქსირდეს კიდევ ასე, რომ ადამიანმა რაღაც შეცდომა დაუშვა თქვენთან ურთიერთობაში და ეხლა ძალიან ჯავრობს. ეხლა ძალიან ჯავრობს, ცდილობს წარსულის უკან დაბრუნებას, რათა გამოასწოროს თავის შეცდომები. ადამიანი ფიქრობს წარსულის დაშვებულ შეცდომაზე, ის შეეცდება თქვენთან მოსვლას, რათა თავის შეცდომა გამოასწოროს. თქვენ ხართ ამ სიტუაციაში გამარჯვებული, თქვენ ხართ ამ ადამიანის იმპერატრიცა, თქვენ ხართ მისთვის ძვირფასი ადამიანი და სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ადამიანი ცდილობს რაღაც მანიპულაციით გამოასწოროს თავის დაშვებული შეცდომა, რა შეცდომაც დაუშვა. ადამიანს რომ არ უყვარდეთ ასე ძლიერად, ეს არის შეეცდება თავის დაშვებული შეცდომის გამოსწორებას, ადამიანს ძალიან უყვარხართ და ეს გახლავთ მიზეზი, გამოასწოროს ადამიანო თავის დაშვებული მიზეზი, რადგან ადამიანს უბრალოდ კი არ უყვარხართ, ადამიანისთვის ხართ იმპერატრიცა. აქ ფეხმძიმება დააფიქსირდა, ზოგიერთების ცხოვრებაში იქნება ფეხმძიმება და ზოგიერთების შემთხვევაში იქნება ძლიერი ფინანსები, ძლიერი ფინანსებსაც აღნიშნავს ფეხმძიმება, ანუ თქვენ იქნებით უზრუნველყოფილი, თქვენ ხართ დამოუკიდებელი ქალბატონი, რომელსაც ყველაფერი გაგაჩნია და სწორედ ეს არის ამ ადამიანის ბლოკები,
რაზედაც დართქუნულია ვერ მოდის თქვენამდე და ბლოკების მოსახსნელად სჭირდება რაღაც მანიპულაციის გამომუშავება, რომ თავი მოგაჩვენოთ, რომ თვითონაც რაღაცას წარმოადგენს, მაგრამ ამას აკეთებინებს სიყვარული. ადამიანი გზებს ეძებს, არჩევს თქვენთან მოსასვლელად, ადამიანი მოვა თქვენამდე, მაგრამ თქვენ როგორ მიიღებთ ამ ადამიანს, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული, მაგრამ აქ საბოლოო ჯამში მაინც ბედნიერი ოჯახი დაფიქსირდა და ბედნიერი ოჯახი ეს უკვე ამას მიუთითებს, რომ თქვენ აპატიებთ ადამიანს დაშვებულ შეცდომას და იქნებით ერთმანეთთან ჰარმონიაში. ახალი შემოთავაზება სიყვარულის თუ უკვე ადამიანი თქვენთან ურთიერთობაშია და რაღაც ნაწყენი ხართ, ახალი შემოთავაზება თავიდან განაახლებს ურთიერთობას ადამიანი, ხოლო ვისთანაც ახლა უნდა დაფიქსირდეს ეს პიროვნება, მინდა გითხრათ, რომ ყველაფერს კარგად აწონ-დაწონის და ისე შემოვა თქვენ ცხოვრებაში და რა მანიპულაციასაც არ უნდა მიმართოს ადამიანმა, რაც არ უნდა მოიმოქმედოს თქვენთან მიმართებაში, კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რომ ამ ყველაფერს ადამიანს ამ ყველაფერს აკეთებინებს სიყვარული, მხოლოდ სიყვარული და სხვა არანაირი განძრახვა თქვენთან მიმართებაში. აი, ასე დაფიქსირდა თქვენთვის 2026 წელი. აი, ეს სიახლე შემოვა თქვენთან ცხოვრებაში. აქ ორი დასტა წავიკითხე და ორივე დასტა სხვადასხვანაირად. ასე რომ აღმოაჩინეთ თქვენი საკუთარი თავები და მოირიგეთ ინფორმაცია. მე კი ახლა ამით დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე და მინდა გითხრათ, რომ ყველანი ძალიან მიყვარხართ და ამიტომ ლაიქი არ დაგავიწყდეთ.